Plus ამბები ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში გასულ ღამეს 10-თმა ნიღბიანმა თავდასხმელმა იარაღის მაღაზია გატეხა და იქ შენახული არსენალი გაიტაცა. ჰიუსტონმა ბანდამ მაღაზიის კარი პიკაპზე გამომული ჯაჭვით გამოანგრია. ტელეკომპანია ABC-ის ინფორმაციით ოპერაცია წუთსა და 11 წამს გაგრძელდა და მძარცველებმა 50-ზე მეტი თოფი გაიტაცეს. მაღაზიიდან ერთ კვარტალში თავდასხმელები სხვა მანქანაში გადასხდნენ და მიიმალნენ გაურკვეველი მიმართულებით. Smashing as he goes. Others follow right behind, filling bags full of handguns. Out 1 minute 11 seconds, more than 50 weapons gone. A block away, the thieves switch cars and tonight are still on the loose. Police are now offering a $5,000 reward to help get those guns off the street. Clayton Sandell, ABC News, Denver. მდინარე ნიგერის დელტაში მცხოვრები ნიგერიელი მოქალაქეები ნავთობის მომპოვებელ კომპანია Shell-ს ლონდონის სასამართლოში უჩივიან. მოსახლეების ადვოკატების სიტყვით Shell-მა პასუხი უნდა აგოს ნიგერის დელტაში არსებულ ეკოლოგიურ კატასტროფაზე. მომჩივანთა მტკიცებით დაღვრილი ნავთობით გაჟღენთილია სასმელი წყალი, მდინარეები, მიწისქვეშა დინებები და ნიადაგი. Shell-ის წარმომადგენლების განცხადებით დაბინძურება არა მათი ოპერაციით, არამედ ნავთობსადენზე მომხდარი არასანქცირებული ნავთობის დატაცებებითაა გამოწვეული, რაზეც კომპანია პასუხს Is Shell liable for failing to protect pipelines that may have been damaged by other groups? And can the London High Court rule on events in the faraway Niger Delta? Communities whose land has been ruined are hoping for millions of dollars in compensation. Barnaby Phillips. იორდანიის მთავრობა იუწყება, რომ ქვეყნის პოლიციამ და სპეცსამსახურებმა წარმატებით განახორციელეს სპეცოპერაცია ქვეყანაში არსებული ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი ტერორისტული დაჯგუფების გამოსავლენად, რომელიც იორდანიაში ტერორისტული აქტების სერიას გეგმავდა. სპეცოპერაცია იორდანიის სიდიდით მეორე ქალაქ ირბიტში ჩატარდა და მასში ჩართული იყო საბრძოლო ავიაცია. ოპერაციის შემდეგ იორდანიამ დაკეტა სირიასა და ერაყთან დამაკავშირებელი ყველა სასაზღვრო გადმოსასვლელი. ჩვენ ალ-ჯაზირას მიერ გავრცელებულ მასალას that plan to carry out attacks on civilian and military targets, destabilizing national security. It's impossible to confirm, but the targets were said to have been restaurants, government buildings, and even a school in Erbil. Killed 7 suspects, some wearing suicide. თურქეთის სამხედრო ძალებმა ნაწილობრივ გააუქმეს შეზღუდვა შესვლაზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჩიზრეში, რომელიც 2 თვენახევრის მანძილზე დახურული იყო. ხანგრძლივი ბრძოლით და სამხედრო წნეხით თურქეთი ცდილობს შეაჩეროს ქვეყნის ამ რეგიონში ქურთისტანის მშრომელთა პარტიის შეიარაღებული დაჯგუფებების გავლენის ზრდა. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მტკიცებით თურქეთის სამხედრო ოპერაციას მოყვა მსხვერპლი ქურთულ სამოქალაქო მოსახლეობას შორის. სხვადასხვა წყაროების მიხედვით დაღუპულ მოქალაქეთა რიცხვი 25-დან 200-მდე მერყეობს. Თქვენ ევრონიუსის კადრებს ადევნებთ. But human rights groups say dozens of civilians have been killed, with one Turkish group giving a figure of close to 200 after recent fighting. და ბოლო ინფორმაცია გაეროს ტოლთა უბაღლესმა კომისარიატმა გამოსცა გაფრთხილება ევროპული ქვეყნების მთავრობებისათვის, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი ჰუმანიტარული კრიზისის პირას იმყოფება, როგორც დოკუმენტში აღნიშნული უმძიმესი მდგომარეობაა განსაკუთრებულად საბერძნეთში არსებულ ტოლთა ბანაკებში, რომლებიც ვერ აუძიან ადამიანთა შემომავალი ნაკადების სიდიდეს. მიღწეული შეთანხმების მიუხედავად ვერ ხერხდება ტოლების მომსახურება არსებული გეგმის მიხედვით, რაც ზრდის პროცესების საერთაშორისო სტანდარტებით წარმართვის ჩაშლის წინაპირობას. ნათქვამია გაფრთხილებაში. ევრონიუსის ინფორმაციით მარტის ბოლომდე ტოლთა რიცხვი საბერძნეთში 70,000-ს მიაღწევს. Much of the evidence, it says, is in this main refugee camp near the village of Idomeni, which lies on the Greek border with the former Yugoslav Republic of Macedonia. Around 8,500 of the 24,000 migrants needing accommodation. ეს იყო ბოლო ინფორმაცია რუბრიკაში მსოფლიო ამბები. ახლა კი გადავიდეთ თემაზე. დღეს ჩვენ როგორც გითხარით ონლაინ განათლების შესახებ ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარი იქნება სანდრო ასათიანი, ჯეოლოგიის რექტორი, თუმცა მანამდე ვნახოთ ანა აბაკელიას სიუჟეტი ამ თემაზე. თქვენ უყურებთ კომუნიკატორს.